რა ძირითად ცვლილებას მოიაზრებს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რამდენი არის ასეთი ტიპის ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ზოგადად ვის ეხება? ეს ეხება ვთქვათ IP-ებსაც, ეს ეხება მხოლოდ ვთქვათ დასაქმებულებს თვითმმართველ წევრებს თუ აი ვის? ამითი რომ დავიწყოთ და შემდეგ უკვე ჩავშალოთ გადაცემა საკითხი. კი ბატონო, პირველ რიგში მე მადლობას გადაგიხდით ჩართვისთვის და საკითხზე დროის დათმობისთვის, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენი მსმენელი მაყურებელიც სავარაუდოდ გაიგებდა ამ ცვლილების შესახებ, ბევრი მათგანი სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო დაწესებულებაში თუ მუნიციპალურ დაწესებულებაში მუშაობენ და მათაც კითხვები გაუჩნდებოდათ იმასთან დაკავშირებით, მათ ეს ცვლილებები ეხებათ, არ ეხებათ თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, ამიტომ შევეცდები, რომ გარკვეული სიცხადეები შემოვიტანო ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ეხება საჯარო სამსახურში, კლასიკურად საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, ან მაგალითად სახელმწიფო დაწესებულებებში ეს ეხება ასევე მუნიციპალურ დაწესებულებებში, მერიებში, სამინისტროებში, პარლამენტში თუ სხვა მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, ხო? ანუ კლასიკურად საჯარო სამსახურები რაც არის. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ჯერჯერობით არ ეხება და არ მოქმედებს და მისი მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე. გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელსაც მე მოგვიანებით ვახსენებ, ეს არის დეპარტამენტის უფროსები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ დეპარტამენტის უფროსებს, ეს ცვლილებები ეხება და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ ოდნავ, მაგრამ ეს ცვლილებები არ ეხება სახელმწიფო შეპსეებში, IP-ებში დასაქმებულ პირებს და ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებს, რიგით თანამშრომლებს ეს ცვლილებები ასევე არ ეხება. ეხება მხოლოდ კლასიკურად საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, მაგალითად მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ხო, ან როგორც არის მაგალითად მერია, ან თუნდაც თბილისის შემთხვევაში მაგალითად როგორც მერია, ასევე გამგეობა, სამინისტროები თუ ასე შემდეგ თუ ასე შემდეგ. სიპებში დასაქმებულ პირებს ეს ცვლილებები ამ ეტაპისთვის არ ეხება. მათთან მიმართებით, ანუ ვისაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ ეხება, მათთან მიმართებით ისაც შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება და მათთან მიმართებით ისაც რეორგანიზაციის სხვა წესები გამოიყენება. ახლა რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და რა შეცვალა? დიახ. იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ. პირველი გაამარტივა რეორგანიზაციის პროცესი. რას ნიშნავს რეორგანიზაციის პროცესი გაამარტივა? გახადა შესაძლებელი, რომ უფრო მარტივად იყოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიღებული ვადების შეამცირა, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გაიმარტივა. ანუ მარტივად შეძლებს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც შეძლებს ამის მარტივად მიღებას, მაშინვე ათავისუფლებს კონკრეტულ თანამშრომლებს, ანუ რა შეიძლება მოიაზრებოდეს რეორგანიზაციაში. რეორგანიზაციაში დიახ, საფუძველი ხომ უნდა იყოს რაღაც, ხო? აი მიზეზები ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ იყოს? მიზეზი შეიძლება იყოს სტრუქტურის ნაწილობრივ ან სრულად ცვლილება საჯარო სამსახურში. ანუ პირველად ვერსიაში კანონპროექტის ეწერა, რომ მაგალითად საჯარო მოხელის ფუნქციის ცვლილება ან ახალი ფუნქციის დამატება შეიძლება რეორგანიზაციის საფუძველი გამხდარიყოს. შემდეგ ეს ჩანაწერი ამოიღეს და ამ მომენტისთვის, ანუ თუ საჯარო სამსახურის სტრუქტურა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცვლება, ან შტატები შემცირდება მაგალითად, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ მარტივად იყოს გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამსახურიდან. ანუ საფუძვლის მოფიქრება რეორგანიზაციისთვის არც ადრე ყოფილა რთული და არც ახლა არის მაინც და მაინც არც ახლა წარმოადგენს ეს სირთულეს. უბრალოდ აქ თემა იმაში არის, რომ ერთი გამარტივდა ეს პროცედურები, მეორე ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საჯარო მოხელის შეფასება ხდება 6 თვეში ერთხელ, ყოველთვე 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად ყოველი 1 წლისა, ანუ ადრე წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა 6 თვეში ერთხელ. სტრუქტურული ან საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მაგალითად მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება რომ შეფასებას გადახედოს ერთი თვის განმავლობაში მისი შეფასებიდან, ანუ როცა მოხელე შეფასება იქნება ერთ თვეში შეიძლება გადახედოს და შეცვალოს, დააკლოს შრომითი ანაზღაურება 20%-მდე და რეორგანიზაციის პროცესში ეს შეფასება გამოიყენოს. ანუ მისი გაუარესებული შეფასება გამოიყენოს რეორგანიზაციის პროცესში, მაგალითად შტატების შემცირების გამო. ანუ ასეთ გარანტიებს, ასე ვთქვათ, რომ ის კანონმდებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში შრომის გარანტიებს ადგენს, ასე მარტივად არ ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლებას, მაგრამ ახლა უკვე ითვალისწინებს მარტივად გათავისუფლებას. მაგრამ ახლა ნახეთ, აქ არის მეორე მომენტი, რომ თუ მოხელე იდავებს რეორგანიზაციის გამო გათავისუფლებაზე,
და ის სასამართლოს მოიგებს, სასამართლოში მის სარჩელი დაკმაყოფილდება, თქვენ გემახსოვრებათ და გექნებათ ეს შემთხვევების გაგონილი, როდესაც გაათავისუფლეს რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლები, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიებიდან, მათ იდავეს, მათ აღდგენას მიაღწიეს, კომპენსაციები მიიღეს და განაცდურიც ნაზღაურდება, დიახ. ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენმა ძვირფასმა კანონმდებელმა, თუ საერთოდ მათ შეიძლება კანონმდებელი ვუწოდოთ, ასეთი ჩანაწერი გააკეთა კანონში, რომ თუ მოსარჩელე მოიგებს, ანუ მოხელე მოიგებს ამ შრომით დავას რეორგანიზაციის შემთხვევაში, ის თანამდებობაზე ვერ აღდგება, არ შეიძლება რომ აღდგეს თანამდებობაზე და მეორე, მას მიეცემა განაცდური მხოლოდ 3 თვის ოდენობით. და ჩვენ ვიცით რომ ხან პროცესი 1 წელი და ხან შეიძლება 2 წელიც გაგრძელდეს, ხომ? და ეს აღარ მოიცავს ესე იგი. 1 და 2 წელი კიდევ კარგი ვარიანტი არის, ესე პირდაპირ რომ ვთქვათ, მაგრამ ანუ აქამდე თუ მიიღებდა ამ 2 თუ 3 წლის კომპენსაციას, ახლა მხოლოდ 3 თვის კომპენსაციას მიიღებს. და აქ ერთი საკითხი არის საინტერესო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იდენტური შინაარსის ნორმა რამდენიმე წლის წინ გააუქმა, როდესაც კომპენსაციის და აი ამ განაცდურის ოდენობა 3 თვის ოდენობით იყო ჩაკეტილი. გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ ისევე როგორც ქართულ ოცნებას არც აქამდე აინტერესებდა დიდად კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო, ახლაც კლავაც არ ვიცი, სრულიად უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოც, კონსტიტუციაც და ის გადაწყვეტილებაც და იგივე შინაარსის ნორმა კვლავ დააბრუნა კანონში. ნიკა, უკაცრავად, იურიდიულად, თქვენ ხა იურისტი ბრძანდებით და სამართლებრივად, ანუ ეს ახალი რედაქციით მიღებული კანონი იგივე ეს ერთი თუნდაც ხომ? იგივე წინააღმდეგობაში არ მოდის ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან? რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ახლა თუ მკითხავთ კი, მაგრამ რატომ მიიღო ქართულმა ოცნებამ ასეთი კანონი თუ წინააღმდეგებაო? ანუ მე ამაზე ერთი პასუხი მექნება. ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო ბოლო პერიოდში, არა მარტო საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებებთან მიმართებით, არამედ კიდევ სხვებთან მიმართებითაც. მოვალეს პოლიციელს რომ პრევენციული დაკავების უფლება მისცეს და ასეთი ანალოგი, არ ვიცი, რუსეთის და ბელორუსის გარდა ალბათ არსად არ მოიძებნება, ხო? ანუ ბევრი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ უბრალოდ არც სამართალი აინტერესებდა, არც სამართლებრივი სახელმწიფო და არც კანონის უზენაესობა. ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდათ. ეხლა ნახეთ, გავაგრძელებ მე და კიდევ მივალ მეორე საკითხთან, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ანუ ნახეთ, რას ვიღებ შედეგას. მოხელე სათავისუფლებ მარტივად სამსახურიდან, მას აფასებ ისე როგორც გინდა, ცვლი ამ შეფასებას ისე როგორც გინდა, ვისაც გინდა, როცა გინდა, მაშინ გაათავისუფლებ. მისი აღდგენა არის შეუძლებელი, კომპენსაციას ფაქტობრივად მიზერული მოცულობით იღებს. და შემდეგ ვიღებთ რას? ვიღებთ შემთხვევას, რომ მისი მობილობაც კი სხვა საჯარო დაწესებულებაში რომ გადავიყვანოთ, ესეც კი გამორიცხული არის უკვე კანონით. ანუ მობილობასთან დაკავშირებითაც ფაქტობრივად სხვა საჯარო სამსახურშიც შეუძლებელი ხდება. კი, თუნდაც ახალი კონკურსი გამოცხადდეს, იმ კონკურსში შეიძლება ის არ დაუშვან. ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს კონკურსი შეიძლება იყოს დახურული ან შიდა კონკურსი. დახურული და შიდა კონკურსში უკვე გათავისუფლებული კადრი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამიტომ მას ფაქტობრივად თიშავენ მთლიან პროცესს, ანუ ის ვერანაირად ვეღარ აღიდგენს თავს. აქ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სასამართლო იყოს ამ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე, სასამართლომ კონსტიტუციის ნორმიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს სულისკვეთებიდან და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მაინც მიიღოს გადაწყვეტილება დაავალოს აღდგენა, ანუ აღადგინოს თვითონ სასამართლომ ეს მოხელე თანამდებობაზე და კომპენსაცია სრული ოდენობით მისცეს. ანუ ეს განაცდური სრულად მისცეს. ერთადერთი აქ სასამართლოს შეუძლია ჩვენი შველა, მაგრამ აქ გვიშველის თუ არა სასამართლო ეს უკვე აღარ ვიცით. ეს უკვე პრაქტიკაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ კანონის ეს ჩანაწერი ცხადად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ძველ გადაწყვეტილებას. მაგრამ ახლა მივიდეთ მეორე საკითხზე. კიდევ რა პრობლემა არის აქ? საზოგადოებაც გაიგებდა და მოდი ამით დავიწყებ რაღაც ინფორმაციას მიიღებდა თურმე საჯარო სამსახურში სახელმწიფო ენის ცოდნა თურმე აღარ არისო სავალდებულოო ეს ძალიან დიდი განხილვის თემა იყო და არის კი განხილვის თემა იყო ეს მთლად ასე არ არის მოდი ამით დავიწყებ საჯარო სამსახურის ერთ-ერთი პრინციპი არის რომ სახელმწიფო ენაზე უნდა განხორციელდეს ხო ანუ ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმოება ანუ სახელმწიფო ენა საჯარო სამსახურიდან არავის არ ამოუღია მაგრამ აქ მოხდა ასეთი რაღაც რომ დეპარტამენტის უფროსები და მუნიციპალიტეტების შემთხვევაში სამსახურების უფროსები ანუ პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები
გაახადეს, ანუ აღარ არიან ისინი უკვე, აღარ იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელეები, ანუ ისინი უვადოდ აღარ იქნებიან დასაქმებულები მუნიციპალიტეტებში მაგალითად, ან დეპარტამენტის უფროსები სამინისტროებში, ისინი და მათი მოადგილეებიც ასევე. ისინი იქნებიან კონკრეტულ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან პოლიტიკური თანამდებობის პირზე მიბულები, მაგალითად მერზე, და მერს შეიძლება მაგალითად სამსახურის უფროსები მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ყოველგვარი რაღაც წინაპირობების გარეშე უბრალოდ ერთთვიანი კომპენსაციის მიცემით წამიერად გაათავისუფლოს, ერთ წამში გაათავისუფლოს სამსახურიდან. ანუ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს ეს ადამიანები.